ახლა ვართ ალექსანდრე მაისურაძე, კომპანია თეთრი კუდის დირექტორი. კომპანია თეთრი კუდი საქმიანობს 2010 წლიდან. ძირითადი მიმართულება ეს არის კამასოკოს წარმოება. 2011 წლიდან დავიწყეთ აგრეთვე კალმახასოკოს მოყვანაც. ფიური რაოდენობა წარმოებისა კამასოკოში ეს არის 120 ტონა, დაახლოებით კალმახასოკო იწარმოება 20-დან 25 ტონამდე. რეალიზაციას ვახდენთ როგორც თბილისის, ასევე რეგიონების საცალო და საბითუმო ქსელში. კომპანიაში დასაქმებულია 150-მდე თანამშრომელი. ჩემი სამუშაოს ყველაზე საინტერესო ნაწილია თანამშრომლებთან ურთიერთობა. გამომდევნო პერიოდში კომპანიას პრობლემები ჰქონდა როგორც საწარმოო, ასევე დისტრიბუციის პროცესების მართვაში და ბუღალტრიული აღრიცხვის ანალიტიკურ ნაწილში. 2013 წლამდე კომპანიაში მოქმედი საბუღალტერო პროგრამა არ იძლეოდა კლიენტებთან სწორი ანალიზის ჩატარების საშუალებას. დღეის მდგომარეობით RTS-ის პროგრამის დანერგვის შედეგად გვეძლევა საშუალება სრული ანალიზი გავუკეთოთ როგორც საწარმო პროცესებს, ასევე კლიენტებთან ურთიერთობას. ბასის დახმარებით მოხერხდა საწარმოში საწარმო მართვის ავტომატიზაციის სისტემის დანერგვა, რაც საშუალებას გვაძლევს საწარმოს ეფექტიანობის გაზრდისა და ფინანსური რესურსების დაზოგვაში.